აღიარონ და მერე ვილაპარაკოთ. მე არ ვიცი, აქ უნდა ვაღიაროთ და მერე ბატონ პრემიერთან უნდა ვილაპარაკოთ, შედეგები რა იქნება ამ აღიარების, თუ საერთოდ რა პროცედურას ვთავაზობს ხელისუფლება, გაოცებული ვარ. მაგრამ აი ის მუქარა და ზეწოლა, რაც ახლა მე წავიკითხე, ეს არის ყვავილები იმასთან შედარებით, რაც დგებუაძემ განახორციელა მზიასთან მიმართებით, როდესაც უშვერი სიტყვებით აგინებდა უწმაწურად, სახეში აფურთხებდა, უკან მისდევდა, აკავებდნენ, ადგილზე ვერ არ გასწორებოდა და მერე როგორც რა უსწორდა შენობაში. ეს უფრო მძიმე ზეწოლაა კიდევ, წარმოგიდგენიათ, ეს არიან ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები. პრაქტიკულად ხელისუფლებამ განაჩენით გამოიტანა, სასჯელით დაადგინა, არაერთხელ გვითხრა, რომ ეს არის ძალიან მძიმე, უმძიმესი. და ახლა იქ თურმე სასამართლომ შეიძლება რაღაცა სასჯელის ამპლიტუდაში შიგნით იმსჯელოს, ეს ასე ვთქვათ, გაახსენდა ბოლოს. მაგრამ ჩემი კითხვა, ქალბატონო მოსამართლე, რა არის იცით თქვენთან? თავარი. როგორ დაგვარწმუნებთ? ან როგორ შეიძლება შეექმნას რწმენა ნებისმიერ ობიექტურ დამკვირვებელს, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს და ვინც იცის ეს რეალობა, რომ თქვენ გაქვთ ის უნარი, შეგიძლიათ აი ამ ზეწოლის გაძლება. თქვენ შეგიძლიათ ხელისუფლების თანამდებობის პირებს თქვენი გადაწყვეტილებით უთხრათ, რომ მათ წარმოდგენა არ აქვთ რა არის უდანაშაულობის პრეზუმფცია. მათ შეგიძლიათ უთხრათ, რომ მათ არავინ ეკითხება სისხლის სამართლის საქმეზე კომენტარების გაკეთებას, ქადაგად დავარდნას და უწყვეტ რეჟიმში მოწოდებას, რომ უნდა აღიაროს მზია ამაღლობელმა დანაშაული. შეგიძლიათ ეს უთხრათ განაჩენით ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებს? შეგიძლიათ უთხრათ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებს, რომ ეს არ არის მძიმე დანაშაული, რომ კვალიფიკაციას მათ არავინ ეკითხება, ეგება და მათგან განსხვავებული აზრი ჩამოგიყალიბდათ. შეგიძლიათ ეს უთხრათ მათ თქვენივე გადაწყვეტილებით? მე ქართულ სასამართლოში დღეს ასეთი მოსამართლე არ მეგულება. ნუ მიიღებთ ამას პიროვნულ შეფასებას, მაგრამ თუ კი მოსამართლეს არ შეუძლია ეს თქვას, თუ კი მოსამართლეს არ შეუძლია მიუთითოს ხელისუფლებას ამეებზე და როგორც იტყვიან დასვას თავის ადგილას იმ საკითხებში, სადაც მას არაფერს ეკითხებიან, ჩვენ ასეთი სასამართლოს მიმართ რა მოლოდინი უნდა გქონდეს? წარმოგიდგენიათ ჩემი როლი. გუშინ არ მოვედი პროფესიაში. დღეს უნდა ვთქვა დაცვითი სიტყვა და პრემიერი მოსდევს ფეხდაფეხ მზია ამაღლობელს. ანუ რას უპასუხო პრემიერის კომენტარებს, თუ მქონდეს რწმენა, რომ ამ სასამართლოს შეუძლია გაუმკლავდეს ამ ტიპის ზეწოლას. თავისთავად ცხადია, მაპატიეთ, მაგრამ მე არ მჯერავს, რომ ამ სასამართლოს ეს უნარები აქვს და არც ის მჯერავს, რომ ამ ქვეყანაში რომელიმე მოსამართლეს ეს უნარები აქვს. სამწუხაროდ